მოგესალმებით. მინდა ერთი განცხადება გავაკეთო. ეხლა მოგეხსენებათ არის შავი პარასკევი და ყველგან არის ფასდაკლებები და აქცია. და მეც მათ შორის ვაკეთებ ფასდაკლების. ვინც პირად კონსულტაციაზე ჩაეწერება ერთი კვირის განმავლობაში იქნება 50%-იანი ფასდაკლება და საჩუქრად გამოვუთვლი მომავალი წლის საერთო ენერგიას. მოდი ვნახოთ ახლა ესეთი გაშლა. ფიქრი, გრძნობა და მოქმედება. ჩაიფიქრეთ თქვენი სასურველი ადამიანი, ვისაც თქვენ ფიქრობთ. ჯერ ვნახოთ თქვენ რა ენერგიებში ხართ. რა ენერგიებში ხართ ახლა თქვენ და რა ენერგიებში არის ის, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ, თქვენი პარტნიორი. და რა ხდება ახლა თქვენ შორის. რას გრძნობს თქვენს მიმართ? თქვენ ახლა იცით როგორ ენერგიებში ხართ? თითქოს მომავალზე ფიქრობთ. გზას გახურებთ, მაგრამ არ იცით წინ რა გელოდებათ და შესაძლებელია გქონდეთ იდეები, გეგმები, მაგრამ განხორციელება გიჭირდეთ. ეს რას ნიშნავს იცით? გინდოდეთ რაღაცის გაკეთება, მაგრამ ნაბიჯის გადადგმას და მოქმედებას ვერ ბედავდეთ. თითქოს რაღაცას ელოდებით მაინც, რომ ალბათ რაღაც შეიცვლება. კი ხვდებით იმას, რომ თქვენს წინ არის ყველაფერი და შეგიძლიათ ყველაფრის შეცვლა, ყველაფრის გამოსწორება, ყველაფრის თავიდან დაწყება და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც რაღაცნაირად ცოტა არ იყოს ფიქრის დონეზე, კი ბატონო, მაგრამ მოქმედებით მაინც რაღაცნაირად ვერ მოქმედებთ ისე, როგორც თქვენ გსურთ. ის ადამიანი როგორ ენერგიებშია ახლა? ეს არის თითქოს გონებრივად ძალიან ბევრი ფიქრები აქვს, თითქოს იცით როგორ არის? იმდენად ძალიან ბევრი ფიქრები აქვს, რომ თითქოს ცდილობს მაქსიმალურად, რომ აიფიქროს ამაზე და მოიშოროს ეს ფიქრები თავიდან. ძალიან ბევრს ფიქრობს და აწუხებს მას ეს ფიქრები, ძალიან თითქოს მოქმედება უნდა, მაგრამ რაღაც უშლის ხელს, თითქოს ცხოვრებისთვის, როგორ თქვა, იბრძვის რა. რა ხდება ახლა თქვენ შორის და თქვენ შორის შესაძლებელია იყოს მანძილი. თითქოს სულების დონეზე კი გრძნობთ, რომ ერთმანეთთან კავშირი გაქვთ, ერთმანეთი გიყვართ, მაგრამ შენ სხვაგან ხარ, ის სხვაგან არის, რაღაცნაირად ესეთი ინფორმაცია მოდის. თითქოს იცი როგორ კიდე, თითქოს თქვენ გრძნობთ, რომ თქვენი გულის ნაწილია და ისიც იმავეს გრძნობს თქვენს მიმართ. რას გრძნობს ეს ადამიანი თქვენს მიმართ და თქვენს გვერდით თავისუფლად გრძნობს თავს, თქვენს გვერდით ბედნიერია, თითქოს სიყვარულს ერთმანეთს უზიარებთ, თითქოს რაღაცნაირად ერთმანეთს ენერგიებით ავსებთ. ასევე გრძნობს იმას, რომ თქვენ თითქოს მისი სულის ადამიანი ხართ და თითქოს რაღაცნაირად თითქოს ზოგჯერ გეძახის, რაღაცნაირად ესეთი შეგრძნება მოვიდა ამ არკანებიდან. შესაძლებელია გრძნობდეს კიდე იცით რას? რომ თქვენ ხართ მისი ადამიანი, თითქოს მის სულში და გულში მზესავით ანათებთ. რას ფიქრობს თქვენზე? თქვენზე შესაძლებელია ფიქრობდეს, რომ თქვენ შორის და თქვენს სიყვარულში თითქოს გრძნობს და ფიქრობს ეს ადამიანი, რომ ბალანსია საჭირო. თუ თქვენგან იღებს სიყვარულს და მხარდაჭერას, ფიქრობს ესეც, რომ იგივენაირი გრძნობა და იგივენაირი მხარდაჭერა უნდა მიიღოთ ამ ადამიანისგანაც. ამაზე ფიქრობს ისე, რომ იცოდეთ. და ძალიან ბევრს ფიქრობს მომავალზე, თითქოს რაღაცნაირად ღმერთის იმედი აქვს, თითქოს ხელს გამოუწვდის ღმერთი და დაეხმარება რაღაცნაირად. ფიქრობს კიდე იმას, რომ მოსვლა უნდა თქვენთან და მოქმედება უნდა.
და მისი ქმედება როგორი იქნება, რა ქმედება ექნება? ექნება მოქმედება. მის ცხოვრებაში შესაძლებელია ძალიან ბევრი ცვლილებები ხდება ახლა ასე ვთქვათ, თითქმის შეიძლება ადამიანი ფიქრობდეს, რომ მის ცხოვრებაში თითქოს ყველაფერი მანამდე კარგად იყო და თითქოს ახლა რაღაცნაირად გრძნობს, რომ აი ყველაფერი დაინგრა და ისე აღარ არის როგორც ადრე იყო, მაგრამ მაინც საძირკველი რჩება, თითქოს იცი როგორ არის, თითქოს ახალი უნდა ააშენოს რაღაცნაირად ფიქრობს ამას მოსვლაზე, რომ თქვათ, აი თითქოს თქვენ რაღაცნაირად ზიხართ და მას ელოდებით და აი ის კიდე იცით როგორ დღეშია, აი თითქოს ამ ადამიანს ძალიან ბევრი ფიქრები აწუხებს და შესაძლებელია გულიც კიტკიოდეს, აი თითქოს თავის თავს დაჰყურებს და დასტირის ზემოდან რაღაცნაირად ესეთი ინფორმაცია მოდის. აი თითქოს იცი როგორი შეგრძნება მოდის ამ არკანიდან, შესაძლებელია რომ ძალიან მძიმედ გრძნობდეს თავს, აი მძიმედ რა კუთხით იცით, შესაძლებელია თავის განული ცხოვრებას უყურებდეს და არ მოსწონდეს რაღაცეები, აი თითქოს ფიქრობდეს რომ აი თავს ვიტყუებ, აი შესაძლებელია გეხებოდეთ ეს თქვენ, ანუ თქვენ შორის თუ მოხდა რაღაც განხეთქილება, შესაძლებელია ამით ანუ ამ სიშორით თავს იტანჯავდეს. და რა მოქმედება ექნება მაგალითად 2 კვირის განმავლობაში? ექნება მოქმედება? თითქოს ადამიანი გაურკვეველ სიტუაციაშია და თვითონაც არ იცის რა უნდა. მარტო ყოფნა ჭირდება დაფიქრებისთვის, ენერგიების ძალების მოგროვებისთვის, ასევე შესაძლებელია ფინანსურად არ გრძნობდეს თავს კარგად, შესაძლებელია ქონდეს დანაკლისი, ან რაღაცნაირად სიცარიელეს გრძნობს ადამიანი, თითქოს თავს მოტყუებულად გრძნობს რაღაცნაირად რა. აი თითქოს რაღაცას ელოდება, რაღაცის იმედი აქვს, მაგრამ მაინც რაღაცნაირად გაურებულია და არ იცის რა უნდა რა გააკეთოს. და რა მოქმედება ექნება? ექნება მოქმედება? იმოქმედებს? ჯერ ახლა ეს ისეთ სიტუაციაშია, აი ფიქრები, იმდენი ფიქრები აწუხებს, რომ აი უკვე აღარ იცისად წავიდეს და რა გააკეთოს, აი ძალიან აწუხებს მას ეს ფიქრები. აი თითქოს ადამიანი არის, როგორ თქვა, აი ისე თითქოს როგორც ავადმყოფი რა. შესაძლებელია არ არის გამოიცხული, რომ ჯანმრთელობის პრობლემაც ჰქონდეს, ან რაღაც ფინანსური პრობლემა ჰქონდა და დაკარგა ფინანსები და ამის გამო ძალიან დარდობდეს. და სამომავლოდ აუცილებლად გამოვა ამ სიტუაციიდან. ექნება რამე მოქმედება? ჯერ ცოტა ხანს ისე იჯდება თავისთვის, კარგად დაფიქრდება, იმიტომ რომ ახლა მან არ იცის საით მიდის, აი თითქოს თვალები ახვეული აქვს მიდის, მაგრამ არ იცის საით წავიდეს. თითქოს დიდ ტრანსფორმაციასაც გადის, უფიქრდება რაღაცებს თავის განული ცხოვრებაზე და თითქოს აი რაღაცნაირად თითქოს ღმერთის წყალობის იმედი აქვს, ჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება. გექნება რამე მოქმედება? კი, ეს შესაძლებელია, აი თითქოს იცი როგორ არის? თითქოს თავის თავთან მარტო უნდოდა დარჩენა. აი თითქოს თავისი სულის ჰარმონიაში უნდოდა, რომ რაღაცებზე დაფიქრებულიყო, რაღაცებს მიმხვდარიყო და ანუ ბევრი რაღაცა გაეანალიზებინა, თითქოს ზოგჯერ რაღაცნაირად გრძნობს იმას, რომ აი თითქოს წრეზე ტრიალებს, აი ბედის ბორბალზე, აი თითქოს როგორი არკანია იცით, აი თითქოს სულს იმშვიდებს ადამიანი რაღაცნაირად. აი თითქოს თქვენც როგორ ხართ იცი მისთვის, აი გოგონა როგორია, პენტაკლების გოგონა, ან ურწყავს ყვავილებს, რომ გამოაცოცხლოს, აი რაღაცნაირად ამ არკანებიდან ისეთი ინფორმაცია მოდის, აი თითქოს თქვენ მის სიყვარულს აცოცხლებთ, აი მასში რაღაც ენერგიას და სიყვარულს აცოცხლებთ.
აი თითქოს ღმერთის იმედი აქვს, რომ აი არ გასწირავს და დაეხმარება, აი რაღაცნაირად მაინც ღმერთის იმედად არის და საბოლოოდ მაინც რას გააკეთებს? ექნება მოქმედება? კი, ექნება მოქმედება. ნამდვილად იმოქმედებს. აი თითქოს იცი როგორ თქვენ ძალიან გაგეხარდებათ, აი თითქოს აიცით როგორ სიყვარულით შევსილად იგრძნობთ თავს, აი თითქოს ესეთი სიტყვები მოდის როგორც მინდოდა ისი, აი მადლობა ღმერთო რომ დაბრუნდა რაღაცნაირად ეს სიტყვები მოვიდა, ალბათ ვიღაცისთვის არის ეს ინფორმაცია. გისურვებთ სიყვარულს, სიმშვიდეს და ბედნიერებას.